ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჰიდროპონიკას დავანებე თავი, იყო ის, რომ ჰიდროპონიკაზე მიღებული მოსავალი გემუთი ვერანაირად ვერ შეედრებოდა გრუნტში მოყვანილს. განსაკუთრებით თუ ეს იყო მოყვანილი ბიოლოგიური მეთოდებით. ის კი არა ჩვეულებრივი ქიმიური მეთოდებით, ანუ ტრადიციული კონვენციული სოფლის მეურნეობის მეთოდებით მოყვანილი ბოსტნეული მიწაზე მოყვანილ გრუნტში მოყვანილი მიწაზე აუცილებლად ჯობია ჰიდროპონიკით მოყვანილს. ხოლო თუ ორგანული მეთოდებით არის მოყვანილი, ორგანული მეურნეობის მეთოდებით, მაშინ ხომ საერთოდ არანაირი შედარება არ შეიძლება. აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ნიადაგია, რა თქმა უნდა, რომელი მცენარეებია აი ამ ძირითადი მცენარის ირგული, რომელი პარტნიორებია და როგორი სასუქებით ასე ვთქვათ, ვახდეთ ნიადაგის განუღიერებას. წელს ჩემი კიტრები განსაკუთრებით გემრიელია და როგორც ჩანს, ამისი მიზეზი არის ჭინჭარი. უпроსტად თხევადი კომპოსტი, რომელსაც ძირითადად მწვანე ჭინჭრისაგან ვაკეთებ. მივაგენი ერთ მინდორს, სადაც ძალიან ბევრი ჭინჭარია. ხოდა იქ 5 წუთში 2 დიდი ცელოფანის პარკის მოგროვება შეიძლება. მომაქვს ეს ჭინჭარი, სხვა ბალახებთან ერთად, სხვა ბალახები თუ შეერევა, ამით არაფერი არ შავდება, რა თქმა უნდა, და ვაყენებ თხევად კომპოსტს. ანუ ყრი აგერ ხედავთ ვედროებში, დიდი და პატარა ვედრო მაქვს აგერ, რომელშიდაც ყრი აი ამ მოგლეჭილ ჭინჭრის მასას და ვასხამ წყალს. დაახლოებით 5 დღის შემდეგ, ასეთ მაღალ ტემპერატურებზე 5 დღე ჭირდება, 5-7 დღე. ამის შემდეგ ის ხდება საუკეთესო სასუქი. ეხლა თუ მოხდა ისე, რომ დაგსჭათ და 7 დღის მერე მოიხმარეთ, აქ უნდა იცოდეთ, რომ ამ ხსნარში აზოტი აღარ იქნება. თორე აზოტი რომ იყოს, რაც აუცილებლად ჭირდება მცენარესთან ეს ბუნებრივი აზოტი, აუცილებელია რომ მე-5-დან მე-7 დღემდე ასე ვთქვათ, მოვიხმაროთ ეს, რაც მოვამზადეთ. საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს მართალია მსოფლიოში საუკეთესო სასუქია, თხევადი კომპოსტი, მაგრამ არის ეს მაგრამ ის არ ინახება არანაირად არ ინახება და აზოტი აქედან ორთქლდება და გადის აი ამ 5-7 დღეს მერე. კალიუმი, რა თქმა უნდა, და ფოსფატი რჩება და მიკროელემენტები, მაგნიუმი და კალციუმი აქედან არსად არ დაიკარგება, მაგრამ აზოტი აღარ იქნება. და აი 5 დღის მერე წელს უკვე რაღაც მე-6-ჯერ თუ მე-7-ჯერ აი ამ თხევადი კომპოსტით ასე ვთქვათ, მოვრწყე კიტრები, ტომატილოებიც, პომიდორებიც, ვაჩორის ვარდებიც. აი ვარდებს ვრწყავ გაუზავებლით, მაგრამ კიტრის და პომიდორის შემთხვევაში 10-ჯერ ვაზავებ, იმიტომ რომ ახლა ვარც არავინ ჭამს და რაც უფრო მეტი აზოტი იქნება, იქ მეტად უფრო ხასხასა იქნება ვარდი. და ახლა კიტრის სიხასხასე სულაც არ მინდა, რომ მასში ზედმეტი აზოტი დაგროვდეს. ის მე უნდა ვჭამო ხომ და ჩემმა ოჯახის წევრებმა. ამიტომ კიტრს, პომიდორს და სხვა ბოსტნეულს ვუსხამ აი ამ თხევად სასუქს, თუ ფესვებთან მაშინ 5-ჯერ ვაზავებ და თუ უნდა შესაძლებლობით შევასხა, ასეთ შემთხვევაში ვაზავებ უკვე 10-ჯერ, ანუ ფოთლიდან მიცემისას 10-ჯერ ვახდენ განზავებას, ისე 5-ჯერ, როცა ფესვებთან ვასხამ. აი თქვენ წარმოვიდგინეთ იმის გამო, რომ ვიყენებ აი ამ მწვანე კომპოსტს და ძირითადად ვიყენებ ჭინჭარს, სხვა ბალახის მას დიდად არ დავიწყებდი, მაგრამ ჭინჭარი ძალიან ბიოლოგიურად აქტიურია და ძალიან კარგი მცენარეა.
ამიტომ მისი ხათრით უფრო დავიწყე აი ამ თხევადი კომპოსტის მომზადება და შედეგად მივიღე შეუდარებლად უკეთესი გემო კიტრის, ვიდრე იყო შარშან. შარშანაც ზუსტად ეს ჯიშები მქონდა კიტრის, ეს არის ძირითადად აქ მარია არის და გარდა ამისა ალიგატორია. მესამე უკრაინული ჯიში, უკრაინული ჰიბრიდი ალადინი მაქვს და წელს მათი გემო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თან ახლა კიტრი ისეთი რამეა, რომ გემო დიდად არ განსხვავდება სხვადასხვა ჯიშის ერთმანეთისაგან. ახლა რა თქმა უნდა, თვალი ჭამს და თვალი სვამს და ახლა შუშა კიტრს რომ მიირთმევთ, ის იცით რომ შუშა კიტრია და ამის გამო მისი გემო უკეთესი გეჩვენება თორემ აბა ერთი თვალები დახუჭეთ და სცადეთ სხვადასხვა კიტრის ასე ვთქვათ გემოს გამოცნობა 99% დარწმუნებული ვარ ვერ გამოვიცნობთ. აი ცნობილი უკრაინული ჯიში ცოტა საწვალებელი და კაპრიზნია ნეჟინსკის ეძახიან უკრაინელები ნეჟინური კიტრი, რომელიც მართლა ძალიან გემრიელია, ერთსა და იგივე პირობებში ის სხვა კიტრებს სჯობია. აი დიდად არ განსხვავდება რა, აი დახუჭული თვალებით მე ვერ გამოვიცნობ მის გემოს და ვერც ხომ ვერ შეძლო ვიზედაც ექსპერიმენტი ჩავატარე მისი გამოცნობა. აი პომიდორი სხვა საქმეა. პომიდორის ჯიშების მიხედვით ძალიან თავისუფლად გაარჩევთ ახლა. გამორიცხულია რომ შემეშალოს ვთქვათ შავი ყირიმული, ეს არის ძალიან გემრიელი ჯიში, შავი ყირიმულის გემო ვთქვათ ვერ გავარჩიო ვთქვათ იგივე ეფემერისაგან ან კუკლასაგან ან რა ვიცი ბევრი სხვადასხვა ჯიში მქონია, მაგრამ შავი ყირიმული ეს არის გამორჩეული ვთქვათ იგივე ეფემერი ძალიან მაღალმოსავლიანია, მაგრამ გამორჩეულად უგემური გახლავთ. ვთქვათ პომიდორის გემო დაკრავს ცოტათი, მაგრამ ვაი ჯუბია არ გქონდეთ. მე გადავაშენე სიმართლე გითხრათ, თორემ საადრეო ძალიან მაღალპროდუქტიული და ძალიან უხმოსავლიანი ჯიში გახლავთ. აი ვიმეორებ კიტრები გემოთი დიდად არ განსხვავდებიან და მასზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს როგორ ნიადაგზე და როგორ სასუქით არის მოყვანილი, პომიდორზეც ახდენს გავლენას. ნიადაგი და სასუქით მოყვანა, მაგრამ შენ ხარ ჩემი ბატონი, პომიდორის ჯიშები იმდენად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან გემოთი, რომ მათი ცნობა ყველა ვარიანტში შესაძლებელია და ყველა ნორმალურ ადამიანს თუ ვთქვათ კოვიდი არ აქვს, შეუძლია ცნობა აი ამ ბოსტნეულის ჯიშის, მაგრამ კიტრზე ეს შეიძლება ითქვას პრაქტიკულად არ გამოდის და აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვთქვათ ნიადაგს და იმას რით აყიერებთ ამ ნიადაგს. იდეაში მარია რომელიც აქ მაქვს საადრეოა და განსაკუთრებული გემოვნებით ითვისებებით არ უნდა გამოირჩეოდეს, მაგრამ აი წელს რაც აი ამ მწვანე კომპოსტით, უბრალოდ თხევადი კომპოსტით ვანოყიერებ ნიადაგს, მისი გემო არის შეიძლება ითქვას სწორუპოვარი და ამას მარტო მე არ აღვნიშნავ, ეს ჩემი ნაცნობების ასე ვთქვათ საერთო აზრია, იმიტომ რომ ყველა მეკითხება რა ჯიშია, არაფერი განსაკუთრებული. საკატას მარია გახლავთ ჰიბრიდი და თავარია ის რომ არის ორგანული მეთოდებით მოყვანილი და განსაკუთრებით მოქმედებს აერს. თხევადი კომპოსტი დამზადებული ძირითადად ჭინჭრისაგან. კაისად ალბათ სპეციალურად გავაკეთებ ისე რომ ნაწილი მოვრწყა თხევადი კომპოსტით ჩვეულებრივი ბალახისაგან და მეორე ნაწილი ჭინჭრისაგან და შევადარო უნდა წელს უბრალოდ ესე გამოყოფილად არა მაქვს ვთქვათ გვერდ არის იგივე მარია და სხვა ჰიბრიდები
გვერდ-გვერდ არის დათესილი, ახლა მცენარეები ძალიან ძნელი გასარჩევია, მხოლოდ ნაყოფის მიხედვით თუ მიხვდებით, რომ ეს ალიგატორია და ის მარია ალიგატორი ბევრად უფრო გრძელია, ვიდრე მარია და ნაყოფის მიხედვით ხვდებით, მაგრამ მცენარეთ პრაქტიკულად ვერც კი გაარჩევთ. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.